ლისას გული სწრაფად უცემდა, როცა შიშმა მისი გონება მოიცვა. 70 წლის ქალმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რომ განრისხებული ჰიპოპოტამისთვის დაესწრო, მაგრამ მის ჩავლებას ვერ გაექცა. როცა ჰიპოპოტამმა თავისი ფართოდ გახსნილი პირით მას ჩაავლო, ყოველი წამით წარმოუდგენელ ტკივილს აპენებდა, რადგან მისი ძლიერი კბილების ხეულს უჭკლებდა. დავიწყოთ იმით, რომ ადამიანი ჰიენების ხროვამ კარვიდან გამოათრია და ცოცხლად შეჭამა, ან განრისხებულმა სპილოებმა გასრისეს, დღეს ვისაუბრებთ 4 ყველაზე შემზარავ სიკვდილზე, რომლებიც ველური ბუნების საფარებზე მოხდა. როგორც ყოველთვის მაყურებელს ურჩევთ სიფრთხილეს, ფრთხილეს. 2017 წლის 11 ნოემბერი. 57 წლის საბინე გუსენსი და მისი მეგობარი ვიმ ვან გრინსვენი ბედნიერად ირებდნენ ცხოველების, მაგალითად სპილოების და ჰიპოპოტამების ფოტოებს მდინარის პირას ლივინგსტონში, ზამბია. საბინე ბელგიიდან იყო წარმოშობით. მან დიდი ხნის წინ უარი თქვა ევროპის ცივ ზამთრებზე და აფრიკაში გადავიდა, სადაც ბოლო 16 წელი გაატარა. მას ველური ბუნების ფოტოგრაფია ძალიან უყვარდა და ისეთი ადგილები, როგორიცაა ლივინგსტონი და ზამბია, აძლევდა ყველაფერს, რაც ყოველდღე თავისი გატაცებისთვის სჭირდებოდა. ვიმ ვან გრინსვენი, 64 წლის ნიდერლანდელი, გადაწყვიტა შვებულებაზე მასთან ერთად წასულიყო. საბინემ ალბათ გაუზიარა თავისი საინტერესო გამოცდილებები, რომლებიც მოიცავდა სხვადასხვა ველური ცხოველების დაკვირვებას, მათ შორის ისეთი გამორჩეული სახეობების, როგორიცაა ლომები, ლეოპარდები, სპილოები და კამეჩები. ეს ალბათ გახდა მიზეზი, რომ ვან გრინსვენს ფრენა დაეჯავშნა და თავისი მეგობარი მოენახულებინა იმ იმედით, რომ თავადაც იხილავდა ამ ცხოველების სილამაზეს. მის ჩამოსვლაზე მათ ერთად დრო გაატარეს და გადაწყვიტეს, რომ ლივინგსტონში გარკვეული დრო გაეტარებინათ, სადაც ეროვნული პარკის მონახულებას შეძლებდნენ. როდესაც 11 ნოემბერს მარამბა რივერ ლოჯიდან გავიდნენ მოსიო ატუნიას ეროვნული პარკის დასათვალიერებლად, ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ და მოუთმენლად ელოდნენ ამ დიდებული არსებების თვალწანტად სილამაზის ხილვას. მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ იმ საღამოს არც ერთი აღარ დაბრუნდებოდა თავიანთ საცხოვრებელში. ეროვნული პარკი მდებარეობს ლეგენდარული მარამბა მდინარის ნაპირზე და ცნობილია როგორც ანტილოპების, ბეჰემოთებისა და ნიანგების თავშეხვრის ადგილი. ზამბია ასევე აფრიკული სავანის სპილოს სამშობლოა, რომლის წონა შეიძლება 15,000 ფუნტს მიაღწიოს და შეუძლია გასაოცარი სირის სიჩქარით საათში 25 მილით ირბინოს. ეს ასევე სპილოების მიგრაციის დერეფანზე მდებარეობს, სადაც ამ უზარმაზარი ძუძუმწოვრების ათეულები ნებისმიერ წამს შეიძლება გაიარონ, როცა ისინი უსაფრთხო ჰაბიტატებს შოშორის გადაადგილდებიან საკვების, წყლისა და პარტნიორების საძიებლად. მაგრამ შესაძლებელია, რომ ამან ცრუ უსაფრთხოების შეგრძნება გამოიწვია ცხოველებთან იმართებაში, რომლებიც ცნობილია აგრესიული თავდასხმებით, როცა თავს საფრთხეში გრძნობენ. ამ კონკრეტულ დღეს საბინემ რამდენიმე სპილო შენიშნა და გადაწყვიტა, რაც შეიძლება ახლოს მისულიყო იმ იმედით, რომ იდეალური კადრი გადაეღო. მაგრამ როცა ის ნელ-ნელა უახლოვდებოდა უზარმაზარ ცხოველებს, სპილოების ერთ-ერთი მათგანი სწრაფად გაბრაზდა მისი ყოფნით და მაშინვე მისკენ გაქცევა დაიწყო. საფრთხის შეგრძნებისთანავე საბინემ კამერა დაუშვა, ზურგი აქცია უზარმაზარ ძუძუმწოვარს და სიცოცხლის გადასარჩენად სირბილი დაიწყო. როცა ის სუნთქვა შეკრული ყვიროდა დახმარებისთვის, სპილო ყოველ წამს უახლოვდებოდა, სანამ საბოლოოდ ზუსტად მის უკან არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მოხდა სასტიკი და ბოროტი თავდასხმა, როდესაც უზარმაზარმა ძუძუმწოვარმა უმწეო ქალი გათელა და თავისი წარმოუდგენელი ძალით წულები დაუმტრია. როცა მიხვდა, რომ მისი მეგობარი სერიოზულ საფრთხეში იყო, პანიკამ ალბათ ვან გრინსვენის გონება მოიცო და აიძულა ემოქმედა. ის სწრაფად გაემართა მის დასახმარებლად იმ იმედით, რომ სპილოს შეაშინებდა, თუმცა არ იცოდა, რომ თავადაც მოუწევდა ამ ცხოველის რისხვის ატანა. შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ ვან გრინსვენიც გაათელა ველურმა ცხოველმა. და როდესაც შესაბამისი სამსახურები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, წყვილის უსიცოცხლოსო სხეულები მიწაზე ეყარა მრავლობითი საშინელი დაზიანებებით. მეგობრებისთვის სიხარულის დღედ ჩაფიქრებული დღე მალე ტრაგედიად გადაიქცა, რომელმაც სამწუხაროდ ორივე სიცოცხლე შეიწირა. ინციდენტის შემდეგ ზამბიის ხელისუფლებამ პრევენციული პოზიცია დაიკავა, კიდევ ერთხელ გააფრთხილა და ტურისტებს ურჩია, რომ ეროვნული პარკების ტერიტორიაზე მობინადრე ველურ ცხოველებთან უსაფრთხო დისტანცია დაიცვან. უფროსმა ველური ბუნების მცველმა ლუის დაკამ ასევე განაცხადა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მოსიო ატუნიას ეროვნული პარკის სტუმრებმა თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად საშიშ ცხოველებთან, მაგალითად სპილოებთან ძალიან ახლოს მისვლისგან, რადგან ნებისმიერ მომენტში სიტუაცია შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს. რა შეაშინა სპილო იმ საბედისწერო დღეს? ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. ერთი თეორიის მიხედვით ეს იყო დედა სპილო, რომელმაც საბინე საფრთხედ მიიჩნია თავისი ერთ-ერთი ბოჩოლასთვის. ცნობილია, რომ დედრი სპილოები უკიდურესად დამცველები არიან და ყოველგვარი ხოქმანის გარეშე დაესხმებიან თავს ყველაფერს ან ყველას, ვინც მათ ბოჩოლებს საფრთხედ მიაჩნიათ.
ასევე ცნობილია, რომ ამ ძუძუმწოვრებს საკმაოდ ხანგრძლივი მეხსიერება აქვთ, რის გამოც ზოგიერთმა ივარაუდა, რომ ისინი ადამიანებზე წვენას ინახავენ, რაც კიდევ უფრო ზრდის მათი თავდასხმის ალბათობას თუ თავს საფრთხეში იგრძნობენ. მოგვიანებით ადგილობრივმა პოლიციამ 2 ტურისტის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ხოლო მათი ცხედრები ბატოკას საავადმყოფოს მორგში გადაიყვანეს ექსპერტიზისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათ საშინელი ტრავმები მიიღეს ამ შემზარავი შემთხვევის დროს, როგორც ჩანს საბინე და ვან გრინსვენი უბრალოდ არასწორ დროსა და ადგილას აღმოჩნდნენ. მათი ნაადრევი გარდაცვალება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმ სერიოზულ საფრთხეებს, რომლებიც აფრიკაში ველური ბუნების ტურიზმს ახლავს თან. გარდა ამისა, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელისუფლების მნიშვნელოვან როლს ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯგუფები ველურ ცხოველებთან ახლოს აღმოჩნდებიან. საბინემ თავისი თავდამსხმელი დაინახა, მაგრამ ახალგაზრდა მსხვერპლი ვერ აცნობიერებდა იმ საფრთხეებს, რომლებიც ჩრდილებში იმალებოდა, სანამ უკვე ძალიან გვიანი არ გახდა. 18 ივლისს 2000 წელს 11 წლის მარკ გარეთ შია და მისი დედა მოლი ჯეიკობსი ბოტსვანაში მორემის ველური ბუნების ნაკრძალში ვარსკვლავების ქვეშ ბანაკობდნენ. როგორც ბავშვს, რომელსაც ბუნების და ცხოველებისადმი დიდი ინტერესი ჰქონდა, მის დედას ვერაფერი უკეთესი ადგილი არ წარმოედგინა მისი ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ვიდრე აფრიკის ველები, სადაც ყველა სახის მხეცი და არსება თავისუფლად დაძრწოდა. მაგრამ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს უნიკალური მოგზაურობა დრამატულად შეიცვლებოდა უარესობისკენ, რაც მას განადგურებულსა და გატეხილს დატოვებდა. მარკი და მისი დედა ბრუკლინვილში ცხოვრობდნენ, პატარა თემში, ბალტიმორის ოლქში, მერილენდში. მას უყვარდა ვარსკვლავების დაკვირვება და ქვების შეგროვება და გატაცებული იყო ველური ცხოველებით. მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები დაშორებულები იყვნენ, მარკი საკმაოდ ბევრ დროს ატარებდა მამის სახლში, სადაც მას ჰქონდა თარო, რომელზეც თავის ყველაზე ძვირფას საგანძურებს აწყობდა, მათ შორის ვეშაპის კბილს, სპილოს ეშსა და დათვის ბუჩქალს. მიუხედავად მისი ახალგაზრდა ასაკისა, მას უკვე ჰქონდა ნანახი მრავალი ცნობილი ადგილი, მათ შორის მექსიკა, ავსტრალია, ამერიკის სამხრეთ-დასავლეთი და აფრიკაც კი. 1989 წელს მან და მისმა ძმამ ბრედფორდშიამ აფრიკის ველური ბუნება გამოიცადეს, როდესაც რამდენიმე ნაკრძალსა და სოფელს ესტუმრნენ. ამ ასაკში აფრიკის ველური ბუნების სილამაზესა და მრავალფეროვნებასთან შეხებამ უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მოზარდზე და კიდევ უფრო გააძლიერა მისი სიყვარული ცხოველების მიმართ. მომდევნო წელს 2000 წლის ივლისში მისმა დედამ გადაწყვიტა 25 დღიანი საფარი დაჯავშნა, რომელიც ზიმბაბვესა და ბოტსვანაში გაატარებდათ, რათა ბოტსვანაში მდებარე მორემის ველური ბუნების ნაკრძალის ყველა ღირსშესანიშნაობა ენახათ. ეს რეგიონი ცნობილია ცხოველთა მრავალფეროვნებით და დაუვიწყარ შეხვედრებს პირდებოდა ველურ ბუნებასთან, რაც მარკისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა, ალბათ ძალიან შორს იყო მისი ყოველდღიური რეალობისგან. იმისთვის, რომ სრულად ჩაძირულიყვნენ ამ გამოცდილებაში და ბუნებასთან უფრო ახლო კავშირი აგრჩირი ეგრძნოთ, დიდი ჯგუფი ყოველ საღამოს ველურ ბუნებაში ბანაკობდა. 18 ივლისს მათი გამოცდილი ველური ბუნების გიდი მეთიუ მონტაგიუს საღამოს ბანაკისკენ წაიყვანა ისინი. ჯგუფი დაბანაკდა, დაიწყო კარვების გაშლა, ნახშირზე საჭმლის მომზადება და დღის შესანიშნავ გამოცდილებებზე საუბარი. ბევრმა ჯგუფის წევრმა გაიხსენა საინტერესო ცხოველები, რომლებიც ველზე ნახეს, სხვებმა კი იმ ბუნებრივ სილამაზეზე ისაუბრეს, რომელშიც აღმოჩნდნენ. ერთ საღამოს, როცა ვახშმობდნენ, ჯგუფის ბევრმა წევრმა, მათ შორის მარკმა და მისმა დედამ, მოშორებით აფთრების ჯგუფი შენიშნეს. ისინი ცნობილნი არიან როგორც ლეშის მჭამელები და შესაძლებლობის მაძიებელი მონადირეები, საკვების არჩევაში არ იჩენენ პრეტენზიას და საჭიროების შემთხვევაში ყველა სახის ცხოველზე, მათ შორის ადამიანზეც კი ნადირირობენ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აფთრები მოშორებით იყვნენ, ჯგუფს არ შეშინებია. და როგორც კი ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდა, ბევრმა გადაწყვიტა დღე დაესრულებინა და კარვებში დაბრუნდა. მოლიმ, რომ თავის შვილს თავისუფლების შეგრძნება მიეცა, მარკს ნება დართო, რომ მის კარვიდან დაახლოებით 20 ფუტით მოშორებით ცალკე კარავში დაეძინა. ველური ბუნების გიდის ყოფნამ ჯგუფის ბევრ წევრს ისეთი შეგრძნება მისცა, თითქოს ისინი საფრთხისგან დაცულები იყვნენ. მაგრამ აფრიკული ველური ბუნების მოულოდნელი ხასიათი მალე გამოვლინდებოდა და ამ უნიკალურ მოგზაურობას ნამდვილ კოშმარად გადააქცევდა. ჰიენები ბანაკთან ახლოს დარჩნენ და როცა ხმაური ჩაცკნარდა და ბევრი დაიძინა, ისინი ნელ-ნელა ბანაკისკენ მიიწევდნენ და ჩანდა, რომ მარკი მათი სამიზნე გახდა. როდესაც მოზარდი მშვიდად ეძინა თავის კარავში, გარეული ცხოველების ხროვა მის კარავიდან გამოათრია, რამაც მარკი თითქმის მაშინვე გააღვიძა. მათ მარკი ბანაკიდან მცირე მანძილზე გაათრიეს და მის წინააღმდეგ შეტევა დაიწყეს თავიანთი ბასრი ბრჭყალებითა და კბილებით. მისი დახმარების ძახილი ბანაკისკენ ისმოდა, სადაც ახლომდებარე გიდები სწრაფად მოქმედებაში ჩაერთნენ. როდესაც ისინი და სხვა ბანაკის წევრები ბნელში ყვირილისკენ გაიქცნენ,
მარკთან მისვლისას უკვე ძალიან გვიანი იყო და სასტიკი თავდასხმის შედეგად მიღებული დაზიანებების სიცოცხლეს მის სიცოცხლე შეიწირავდა. მის დედას რამდენიმე წუთში შეათქობინეს და ის ცრემლებად დაიღვარა, შვილის სახელით დიროდა. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ნამდვილად არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს. გლოვიარე დედისთვის ეს ყველაფერი ალბათ ცხადად გაცოცხლებულ კოშმარს ჰგავდა. მაგრამ ველური ბუნების გიდისთვის მისი საქმე ჯერ კიდევ შორს იყო დასრულებისგან. მონტაგიუს დაევალა პატარა ბიჭის სხეულის დაცვა, რადგან სუნის გამო ამ ტერიტორიაზე რამდენიმე ღამის მტაცებელი მიიზიდებოდა. საბედნიეროდ მისთვის დახმარება მალე მოვიდა და გადაარჩინა ის, რომ არ გამხდარიყო ამ გულისამაჩუყებელი ისტორიის კიდევ ერთი მსხვერპლი. როდესაც მეთიუ მარკის ცხედართან იჯდა მხოლოდ პატარა ბიჭის ნაადრევ სიკვდილზე ფიქრობდა, შესაძლებელია რომ მან საკუთარი თავი დაადანაშაულა ამ შემთხვევაში. საბოლოოდ ის დაქირავებული იყო რომ დაეცვა და რჩევა მიეცა ჯგუფისთვის, როდესაც ისინი ველურ ბუნებაში მოგზაურობდნენ და ახლა აღმოჩნდა რომ მოზარდის ნეშტს იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბათ არავინ ადანაშაულებდა მას ამ ტრაგედიაში, რთულია მსგავსი სინანულისა და დანაშაულის გრძნობების თანობები თავიდან აცილება, როდესაც ასეთი დამანგრეველი შემთხვევები ხდება. მარკის გარდაცვალების შემდეგ მისი დედა, რომელიც გატეხილი იყო შვილის დაკარგვით, ცდილობდა Global Travel Marketing-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას. თუმცა მან ხელი მოაწერა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დოკუმენტს საფარი ტურის დაწყებამდე, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ კომპანია არ იქნებოდა პასუხისმგებელი ტურის დროს მიღებულ რაიმე დაზიანებაზე ან სიკვდილზე. შემდეგ კვირებში მხოლოდ წარმოვიდგენთ უძილო ღამეებს და საშინელ ფიქრებს, რომლებიც დედის გონებას აწუხებდა. თავის გონებაში ისევ და ისევ ალბათ ფიქრობდა, რა მოხდებოდა, რომ მარკის სახელი უფრო ადრე გაეგონა. რა მოხდებოდა, რომ ერთ კარავში დარჩენილიყვნენ, გადარჩებოდა მისი შვილი. ბოლოს მას მოუწია შეეგუებინა რეალობას, რომ მისი ახალგაზრდა თავგადასავლების მოყვარული შვილი ახლა აღარ იყო. მარკ გარეტი შიას ისტორია მკაცრად გვახსენენებს იმ ბუნებრივ საფრთხეებს, რომლებიც ველურ ბუნებასთან შეხვედრებს ახლავს აფრიკის ველებზე და სხვა ადგილებში. ახალგაზრდა მარკისგან განსხვავებით, ლისა მანდერს მოუწია ველური ცხოველის თვალებში შეეხედა, როცა ის შორიდან მისკენ გამოიქცა. ისტორია იწყება 2024 წლის 5 ივნისს, როდესაც 70 წლის ლისა მანდერსი და მისი ქმარი კრეიგი აღმოჩნდნენ ქვემო ზამბეზის ეროვნული პარკის ულამაზეს ბილიკებზე სეირნობისას. თავდაპირველად ნიუ-ჯერსიდან ბედნიერად დაქორწინებულმა წყვილმა აფრიკაში მოგზაურობა დაგეგმა, როგორც განსაკუთრებული ქორწინების წლის თავის აღნიშვნის გზა. მაგრამ მათ ვერასდროს წარმოედგინათ, რამდენად შეცვლიდა ეს მოვლენა მათ ცხოვრებას. მანდარებმა სავსე მოლოდინითა და აღტაცებით ცხოვრებაში ერთხელ მოსახდენი მოგზაურობა ამერიკულ ტურისტულ კომპანიაში African Portfolio დაჯავშნეს. მათ უნდა დაეწყოთ 10 დღიანი საფარი, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას პირდებოდა, ხოლო კომპანია მოგზაურობის სხვადასხვა დეტალს აცხობდა, მათ შორის ზამბიაში ჩიავა ლოჯში დარჩენასაც. პირველი 4 დღე ჯადოსნური იყო და წყვილი ზამბიის სილამაზით აღფრთოვანებული დარჩა. ზუსტად ისე, როგორც რეკლამაში იყო დაპირებული, ისინი დრეებს ატარებდნენ საფარის ტურში, ადგილობრივი ველური ბუნების დათვალიერებაში ლოჩიბაში და ლოჩი დასვენებისას ადგილობრივი კულტურის გაცნობაში. მაგრამ ამ დაუვიცხარი თავგადასავლის მეხუთე დღეს საშინელი ბედი ელოდათ. მეხუთე დღის დილით ისინი ჯგუფს შეუერთდნენ, რათა ქვედა ზამბეზის ეროვნულ პარკში ეგრეთწოდებული ფეხით საფარზე წასულიყვნენ. მათ თავზე უსასრულოდ იწელებოდა ცისფერი ცა, ხოლო წინუღრანი სიცოცხლით სავსე ველური ბუნება იყო გადაშლილი. სეირნობის ერთ მომენტში ჯგუფი წააწყდა ნახევრად წყალში ჩაძირულ ჰიპოპოტამს, რომელიც წყალში ბანაობდა. შორიდან ისინი იღებდნენ ფოტოებს და საუბრობდნენ თავიანთ გაოცებაზე, რომ ასეთი იშვიათი ცხოველი ველურ ბუნებაში ნახეს. შემდეგ გიდებმა მოუწოდეს დამთვალიერებლებს, რომ ნელ-ნელა მიახლოებოდნენ მდინარის ნაპირს, რადგან ასე ჰიპოპოტამს უკეთ დაინახავდნენ და კარგი ფოტო გამოვიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრი, მათ შორის ლიზა, გადაწყვიტა მაქსიმალურად მიახლოებულიყო, სხვები ყოყმანობდნენ, რადგან მანამდე შენიშნეს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც აფრთხილებდნენ ველურ ბუნებასთან ზედმეტად მიახლოების საფრთხეებზე. ლიზა ახლა პირდაპირ წყლის პირას აღმოჩნდა და როცა ჰიპოპოტამის ბოლო ფოტოს იღებდა, ის მოულოდნელად იღრინებოდა და გაფრთხილების გარეშე მისკენ გამოიქცა. ცხოველის სქესის მიხედვით მისი საშუალო წონა შეიძლება იყოს დაახლოებით 6000 ფუნტი და როცა სამიზნეზეა კონცენტრირებული, სიტუაცია სწრაფად შეიძლება სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხად გადაიქცეს. მხოლოდ რამდენიმე წამში ეს თავგადასავლებიც სავსე დღე თავდაღირა დადგა და ლიზა ჯგუფისკენ გარბოდა სიცოცხლის შიშით. მაგრამ თვალის დახამხამებაში უზარმაზარმა ძუძუმწოვარმა მას დაეწია და ერთი ნახტომით თავისი უზარმაზარი პირი ლიზას თავსა და სხეულს დააცხრა, წარმოუდგენელი ძალით ჩაჭკლიდა.
მან ტკივილში იყვირა, შველას ითხოვდა, როცა ბეჰემოთის ძალა მთლიანად მოიცვა. მაგრამ მთელი ეს საშინელი შემთხვევა სულ რამდენიმე წამში დასრულდა. მისმა ქმარმა კრეიგმა ტრაგიკული შემთხვევა იხილა, მაგრამ ვერაფერს გააკეთებდა, რადგან ველური ცხოველი სასტიკად ესხმოდა თავს მის ცოლს. ჰიპოპოტამები ცნობილები არიან თავიანთი წარმოუდგენლად ძლიერი კბენით, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ადვილად შეუძლია ადამიანის ცვლების დამტვრევა. სანამ კრეიგი ცოლის დასახმარებლად მივიდოდა, მის ცოლს თავი მთლიანად დამტვრეული ჰქონდა. სხეულზე კი კატასტროფული დაზიანებები მიიღო, რამაც საბოლოოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია. როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთი ჩვეულებრივი მოგზაურობა ბუჩქებში ასე ცუდად დასრულებულიყო? ეხლა როცა მათ მოუწიათ შეეგუონ იმ გადაწყვეტილებას, რომ ლიზას წყლის ნაპირთან მიახლოებისკენ წაეკეზებინათ, იმ დღეს მორიგე სხვადასხვა, კიდევ შესაძლოა ღრმა სინანული ეგზნოთ იმ როლისთვის, რომელიც მათ შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პირდაპირ არ იყვნენ პასუხისმგებელნი თავდასხმაზე, მათი მოვალეობა იყო დაეზღვიათ თითოეული ჯგუფის უსაფრთხოება ბუჩქებში სეირნობისას. და ერთი უბრალო შეცდომა, როცა ერთ მონაწილეს ძალიან ახლოს მისვლისკენ მოუწოდეს, უდიდეს კატასტროფად გადაიქცა. 2025 წლის 5 თებერვალს კრეიგმა სარჩელი შეიტანა ტურისტული კომპანიის წინააღმდეგ. ამტკიცებდა, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო უსაფრთხო გარემო მისი ცოლისათვის საფარის დროს. მისმა იურისტთა გუნდმა წამოაყენა მოსაზრება, რომ ლიზას სიკვდილი პირდაპირ იყო გამოწვეული იმით, რომ კომპანიამ ვერ შეძლო ჯგუფისთვის სათანადოდ გაეფრთხილებინა საფარის დროს ცხოველებთან მიახლოების საფრთხებზე, მაგალითად იმ ბეჰემოთზე, რომელმაც ტრაგიკულად იმსხვერპლა მისი ცოლი. კრეიგი ღიად საუბრობს იმ ემოციური სტრესის დონეზე, რომელსაც ყოველდღიურად განიცდის. მას მოუწია ეყურებინა, როგორ დაესხა ბეჰემოთი სასტიკად მის ცოლს და იცოდა, რომ ვერაფერს გააკეთებდა. ამან გამოიწვია მასში მძიმე და ხანგრძლივი დეპრესიის, სევდის და ალბათ უძილო ღამეების განცდა, როდესაც იმ საშინელი დღის კადრები ახსენდება. ეს ისტორია ადრე ჩემს არხზე უკვე მოვყევი, მაგრამ ვფიქრობ ღირს კიდევ ერთხელ მოკოლა. 2015 წლის 1 ივნისი. 29 წლის კეთრინ შაპელმა გადაწყვიტა, რომ შუადღე გაეტარებინა იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკაში მდებარე გაუტენგის ლომების პარკში მანქანით სეირნობით. ეს გამორჩეული რეგიონი მართლაც თვალწარმტაცია და ტურისტებს აძლევს შესაძლებლობას ახლოდან დაათვალიერონ სხვადასხვა იშვიათი ცხოველები, მათ შორის ლომები და ძულომები. მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან უნდოდა ბუნების სილამაზე შეეგრძნო, ერთი უბრალო შეცდომა საშინელი ტრაგედიით დასრულდა, რამაც მისი მეგობრები და ოჯახი გატეხა. ჩაპელი, რომელიც ნიუ-იორკის რაიდან იყო წარმოშობით, ვანკუვერში, კანადაში ცხოვრობდა და ცნობილი ვიდეომონტაჟისტის სახელი მოიპოვა. წლების განმავლობაში მან გარკვეული სახელი გაითქვა თავის სფეროში, მუშაობდა დიდ პროექტებზე, მათ შორის HBO-ს სამეფო კარის თამაშებზე, ასევე ფილმებზე, როგორიცაა გოძილა და კაპიტანი ამერიკა ზამთრის ჯარისკაცი. მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების მიღმა, კატერინი ასევე ძალიან იყო გატაცებული ცხოველებით, რამაც უბიძგა მას, რომ დროებით შეეწყვიტა ბლოკბასტერ ფილმებზე მუშაობა და სამხრეთ აფრიკაში გადასულიყო, რათა მოხალისედ ემუშავა ნაკრძალში, რომელიც მიზნად ისახავდა სპილოების და მარტორქების ბრაკონიერებისგან გადარჩენას. მას სურდა დაეფიქსირებინა თავისი დრო აფრიკაში და მომავალში ეს ფილმად ექცია, რათა გაესვა ხაზი იმ საფრთხეებს, რომლებიც დაკავშირებულია გადაშენების პირას მყოფი ცხოველების უკანონო ნადირობასთან ამ რეგიონში. მაგრამ სანამ ნაკრძალში მუშაობას დაიწყებდა, მას სურდა ცოტა დრო დაეთმო რეგიონის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ეს 1 ივნის ლაიონის პარკში მიიყვანა, სადაც მას უნდა დაეთვალიერებინა ველური ბუნება თავის ადგილობრივ გიდთან, პიერ პოტკიტერთან ერთად. წვილი ნელა გადაადგილდებოდა ლაიონის პარკში, ხოლო შაპელი პერიოდულად აჩერებდა მანქანას, რათა გადაეღო ლომების ჯგუფები, ასევე გეპარდები, ზებრები და სხვადასხვა ანტილოპის სახეობა. სტუმრებს ეძლევათ შესაძლებლობა თავიანთი ტემპით გაიარონ პარკში, თუმცა ოფიციალური პირები ტურისტებს ახსენებდნენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოწიონ ფანჯრები. მაგრამ როდესაც ლომების ხროვა შენიშნეს, როგორც ჩანს, ეკატერინეს აღტაცებამ სძლია მას. ცხოველების მშობლიურ გარემოში სილამაზით აღფრთოვანებულმა ეკატერინემ ჩამოწია ფანჯარა, რათა უკეთესი ფოტო გადაეღო, მაგრამ ეს სწრაფად გადაიქცა შეცდომად. პარკში მყოფი მოწმეები ამბობენ, რომ ძულომი ნელა მიუახლოვდა ეკატერინეს მანქანას და როცა ასე მოხდა, მან ნელა გადმოიხარა კამერით, რითაც პარკის უსაფრთხოების წესები დაარღვია. შემდეგ სანამ ვინმე თვალს დაახამხამებდა, ძულომი მანქანის ღია ფანჯრიდან გადმოხდა და ეკატერინეს სასტიკად დაესხა თავს. ამ მტაცებლის წარმოუდგენლად ბასრმა, შემკეცვადმა ბრჭყალებმა და ძლიერმა კბილებმა ეკატერინეს სერიოზული დაზიანებები მიაყენა, როცა ის შველას კვიროდა. პოტკიტერმა ყველაფერი გააკეთა, რომ ძულომი დაეფრთხო, მაგრამ ისიც დაშავდა, როცა სასოთო წარკვეთილი ცდილობდა თავდასხმის შეჩერებას.
შემდეგ ძულ ომი მანქანიდან უკან დაიხია, მას შემდეგ რაც ეკატერინეს ქელსა და ზედატანზე მძიმე დაზიანებები მიაყენა. ამის შემდეგ პოდგიტერმა შეძლების დაგვარად სცადა ეკატერინეს ჭრილობებზე ცნევის მოხდენა და დახმარებისთვის ყვიროდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მათ მანქანას უკან იჯდა ბენ გოვენდერი, 38 წლის ინჟინერი ამ რეგიონიდან, რომელმაც მთელი ეს შემზარავი შემთხვევა თავიდან ბოლომდე ნახა. თავდაპირველად მან დაინახა, როგორ მიუახლოვდა ძულ ომი ეკატერინეს მანქანას და კიდევ გადაიღო სურათი, სადაც ლომი კართან იყო მიყუდებული. საწყისი გამოცდილების შესახებ საუბრისას ის გაოცებული იყო, როცა ძულ ომი მინიმუმ 15 წამით ფანჯარაში თავით იდგა და აღნიშნა, რომ ეკატერინე პირისპირ იჯდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საოცარ, ძვინვარე და დიდებულ ცხოველთან. მაგრამ შემდეგ ის ამტკიცებს, რომ მოვლენამ უარესი მიმართულება მიიღო. ინციდენტზე საუბრისას მან თქვა, ეს საშინელი იყო. პირველი კბენის შემდეგ ძულ ომი მანქანიდან უკან დაიხია, პირზე და თადზე სისხლის დიოდა. როცა შიშით უყურებდნენ, დამსწრეებმა იფიქრეს, რომ ძულ ომი მორჩა და არ მოეწონა ის, რაც უკბინა, მაგრამ ისინი შეცდნენ. რამდენიმე წამში ის ისევ შეხვდა გაჩერებულ მანქანაში და დაიწყო კეტრინის დაგლეჯა. კეტრინს არ ჰქონდა თავის დაცვის საშუალება ამ სასტიკი თავდასხმის წინააღმდეგ და სანამ პარკის რეინჯერები მივიდოდნენ და ლომებს დააფრთობდნენ, ზიანი უკვე მიყენებული იყო. მალე სამედიცინო დახმარებაც მივიდა, მაგრამ კეტრინი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა და ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა. რაც შეეხება პოდგიტერს, მანაც მიიღო დაზიანებები და ლომის მოგერიებისას, როცა ახალგაზრდა ტურისტის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობდა, გულის შეტევაც კი განიცადა. ამ დაძაბულ მომენტში, როგორც ჩანს, გიდმა ყურადღება ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის გადარჩენაზე გაამახვილა, ვიდრე მათ უსაფრთხო ადგილას გადაყვანაზე. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ კვირებში გარკვეული დაპირისპირება გაჩნდა. დაიწყო ჭორების გავრცელება, თითქოს წყვილი პარკში მოგზაურობისას ფანჯარა გაღებული ჰყავდათ. თუმცა პოდგიტერმა ამ ბრალდებებს რამდენიმე განცხადებაში უარყო. შემდეგ მან განაცხადა, რომ პარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა უარი თქვა მათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე და ამის ნაცვლად მანქანაში დატოვა. სასტრაფო დახმარება ამ ინციდენტის შემდეგ ცოტა ხანში მივიდა, რის გამოც პოდგიტერს გაუჩნდა კითხვა, იქნებ თანამშრომელი უფრო სწრაფ რომ ემოქმედა, სწრაფად რომ ემოქმედა, კატერინის სიცოცხლე გადარჩებოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მართლაც დაიწყო გამოძიება და შეისწავლეს უსაფრთხოების პროტოკოლები ლაიონ პარკში. მოგვიანებით მათ წარმოადგინეს ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო ის ფაქტი, რომ ვოლიერებში მანქანის ფანჯრების გაღება კატეგორიულად აკრძალულია და პარკი ამ ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად პასუხისმგებელი არ იყო მომხდარზე. კეთრინისთვის, რაც თავდაპირველად საინტერესო ექსკურსიად დაიწყო, სანამ რეზერვატში გადავიდო და საბოლოოდ საშინელ კოშმარად იქცა, რომელმაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც შეეხება პოდგიტერს, მან სრულად შეძლო გამოჯამრთელება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ეს შემთხვევა მასზე მძიმე ფსიქოლოგიური გავლენით აისახა. ძნელია წარმოიდგინო ის შიში, რაც მას უნდა ეგრძნო, როცა მთელი ძალით ცდილობდა შიშველი ხელებით შეეჩერებინა ზრდასრული ძულ ომი. მას იძულებული გახდა ეყურებინა, როგორ დაესხა ცხოველი სასტიკად კეტრინს, სანამ ის მის ხელებში არ გარდაიცვალა. ამ შემთხვევაზე ფიქრისას ალბათ ფიქრობდა, შეიძლებოდა თუ არა მეტი გაეკეთებინა. უნდა მოეთხოვა მისთვის, რომ ახალგაზრდა ქალს ფანჯარა დაეხურა. შეიძლება გაეყვანა მანქანა, როცა ძულ ომი მანქანას მიუახლოვდა. შეიძლება მან თვითონაც დაადანაშაულა თავი მისი ნაადრევის სიკვდილისთვის. მაგრამ ზოგჯერ, როცა მოვლენა ძალიან ტრაუმულია, ვიყინებით. კარგად არის ცნობილი, რომ ლომები როგორც წესი ადამიანებს შემთხვევით არ ესხმიან თავს. თუმცა, რამდენიმე დაფიქსირებული შემთხვევა ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ასეთი თავდასხმები შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა მათი ჩვეულებრივი ნადავლი იშვიათია, ან თუ ისინი დაშავებულები არიან, რის გამოც ალტერნატიულ საკვებ-წყაროებს, მათ შორის ადამიანებსაც ეძებენ. კატერინს სურდა ფილმი გადაეღო რეგიონში გადაშენების პირას მყოფი ცხოველების უკანონო ნადირობის საფრთხეებზე. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი სიკვდილი ამის მტკიცებულება იქნებოდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. გსურთ არხის მხარდაჭერა, შემოუერთდით ექსკლუზიური უპირატესობებისთვის. გმადლობთ ყურებისთვის და შემდეგ ვიდეოში შევხევხდებით. იყავით თამამი და იცხოვრეთ მამაცად, ამაცად.